ხელოვნება, კულტურა, სპორტი, განათლება, უცნობი და ნაცნობი ისტორიები, საინტერესო ადამიანები ჯვარის ხმაზე. შენი ხმა ისმის აქ, მარიამ შეროზიასთან ერთად. მოგესალმებით ძვირფასა რადიო მსმენელებო, ეს არის ჯვარის ხმა, მე მარიამ შეროზია ვარ. დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ დავით ჭანტურია, ჯვარელი ახალგაზრდა, რომელიც ამჟამად ცხოვრობს თბილისში და არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. ამასთან ერთად დათუნამ ერთი სემესტრი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაატარა კორდობას უნივერსიტეტში, ის ამჟამად თან პარალელურად მუშაობს EPAM სისტემაში, უფროს მონაცემთა ინჟინრად და დანარჩენზე ალბათ თვითონ დათუნა გაგვესაუბრება. საღამომშვიდობის, მადლობა რომ გამონახეთ და ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. საღამომშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის. დათუნა, როგორ დაიწყო შენი ურთიერთობები საინფორმაციო ტექნოლოგიებთან და რამ გამოიწვია შენი ინტერესი ამ საკითხის მიმართ? საკმაოდ საინტერესო ცვლილება მქონდა, საკმაოდ საინტერესო აღმოაჩინა, ესე ვთქვათ, საინფორმაციო ტექნოლოგიები. სკოლის პერიოდში, თუნდაც აბიტურიენტობის პირველ სემესტრში, ესე ვთქვათ, განვიხილავდი, რომ სამედიცინოზე უნდა ჩამებარებინა და ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი, ოჯახის წევრებიც მხარს მიჭერდნენ, მასწავლებლებიც მხარს მიჭერდნენ და ასე ვთქვათ, გადაწყვეტილი მქონდა, რომ ექიმი უნდა გამოსულიყავი ან კონკრეტულად ქირურგი. თუმცა შემდეგ აი აბიტურიენტობის პერიოდში აღმოჩნდი რამდენიმე ტექნოლოგიების ბანაკში, სხვადასხვა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ბანაკებში, ასევე იყო რამდენიმე რომლის შესახებაც ჯვარის სათემო განათლების ცენტრიდან გავიგე. კონკრეტულად აწყობდა ამ ბანაკებს მშვიდობის კორპუსი. როდესაც ამ ბანაკებში აღმოჩნდი, შევეხე ისეთ ტექნიკურ საკითხებს, მონაწილეობა მივიღე ისეთ ვორქშოპებში, რომ აღმოაჩინე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. დავფიქრდი, შემდეგ უკვე მქონდა ის პერიოდი, როცა აი ანალიზი დავიწყე და რეალურად ჩავუბრუნავდი იმას, თუ რისი გაკეთება მინდოდა. ესე ვთქვათ, მივხვდი, რომ სამედიცინოზე სწავლა არ იყო რეალურად რისი გაკეთებაც მინდოდა, არამედ აი შეიძლება ითქვას გარემოს ზემოქმედების ქვეშ ვიყავი, ესე ვთქვათ და რა თქმა უნდა, დიდი სრული მქონდა. თუმცა შემდეგ სწორედ ამ ბანაკების, ამ ვორქშოპების, ამ ხალხის დახმარებით მივხვდი, რომ ჩემი ცოდნა შემეძლო ტექნოლოგიებში კარგად გამომემჟღავნებინა. და ბოლოს უკვე ესე ვთქვათ, აბიტურიენტობის მეორე სემესტრში მივიღე გადაწყვეტილება, რომ ტექნოლოგიები მესწავლა და ესეთი დიდი ცვლილება განვახორციელე. თუ გქონია მომენტი, როცა გინანია, რომ აი რატომ ტექნოლოგიები, თუ პირიქით კმაყოფილი ხარ შენი გადაწყვეტილებით? არა, სხვათა შორის საკმაოდ ბევრჯერ მიხსენებია, თუნდაც ლექტორებთან, თანამშრომლებთან ან მეგობრებთან, რომ ეს გადაწყვეტილება იყო ალბათ ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც კი მიმიღია, იმიტომ რომ დღემდე სიყვარულით ვაკეთებ იმ საქმეს და სიყვარულით ვსწავლობ იმას, რისი გაკეთებაც მინდა. შესაბამისად, სინანულის გრძნობა საბედნიეროდ ჯერჯერობით არ მქონია. დათუნა, როგორც უკვე აღნიშნე თავშივე, იყავი გაცვლით პროგრამის ფარგლებში, ხო? უცხოეთში სასწავლებლად. ამ გამოცდილებაზე და იქაურ სწავლის სისტემებზე რომ გვესაუბრო. კი ბატონო. მე 2022-2023 წლების სემესტრში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან ვიყავი გაცვლითი პროგრამის სტუდენტი ესპანეთში, კორდობას უნივერსიტეტში. და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეგ ერთი სემესტრი იყო ჩემი სტუდენტური წლების საუკეთესო სემესტრი. არა მარტო იმ მხრივ, რომ შევძელი და შევხედე განათლების სფეროს სხვანაირად, ანუ შევადარე საქართველოს განათლების სისტემა, ესპანურ განათლების სისტემას თუ ზოგადად ევროპულ განათლების სისტემას, არამედ ასევე მომეცა შანსი, რომ ძალიან ბევრი მეგობარი შემეძინა ევროპის, აზიის და თუნდაც ამერიკის მასშტაბით.
ну, იმით დავიწყებ, ალბათ განათლების სისტემას გავუსვამდი ხას და განათლების სისტემით დავიწყებ. პირველ რიგში, რაც აშკარა იყო, აი პირველივე სწავლის პირველივე კვირიდან, ეს არის რამდენად ორგანიზებული განათლების სისტემა აქვთ ესპანეთში, თუნდაც ევროპაში. მოდი განვაზოგადებ, ანუ ეს ზოგადად ევროპაზე ვილაპარაკებ. ძალიან სტრუქტურიზებული განათლების სისტემა აქვთ. რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. რესურსები, მატერიალები, უნარები, რასაც იქ გასწავლიან, ველა ის არის, რაც შემდეგ შენს პროფესიულ განვითარებას გამოადგება. და ჩემთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მან ყოფნისას. ამასთან ასევე მინდა ხაზი გაუსვა არაფორმალურ განათლებას ესპანეთში ყოფნის პერიოდში. კულტურულად ვფიქრობ, რომ ძალიან გარდამტეხი მომენტი იყო ჩემი ევროპაში სწავლა. როგორც უკვე აღნიშნე, ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე, ალბათ დედამიწის გარშემო, იმიტომ რომ თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში ვიცნობ დღეს მყავს დღეს მეგობრები, რომელთანაც ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. მყავს მეგობრები აზიაში, მყავს მეგობრები ამერიკაში და ნუ ამ პროგრამამ, კონკრეტულად Erasmus Plus-მა მომცა იმის შესაძლებლობა, რომ აი ამ მეგობრების კულტურას გავცნობოდი, მათ ისტორიას, მათ ქვეყნებს, არა მარტო ეს საქართველოს წარმომეჩინა მათთვის და უფრო ნათლად დამენახებინა მათთვის ქართული ღირებულებები, ქართული კულტურა. ეგ იყო ძალიან საინტერესო, ძალიან სახალისო გამოცდილება, ესე ვთქვათ. და მან ასევე მასწავლა აი როგორ უნდა შევიდე ადამიანებთან კომუნიკაციაში, როგორ უნდა გამოვნახო მათთან სალაპარაკო ენა. ეგ იყო გამოცდილება, რომელმაც ალბათ დღეს ჩამომაყალიბა იმ ადამიანად, რომელიც ვარ. უფრო რომ გავხადოთ ნათელი ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის, რა არის ის ყველაზე დიდი განსხვავება, რასაც დაგვანახებდი და გვეტყოდი, რომ ესპანეთში ეს ასე ხდება და საქართველოში არ არის ამის ანალოგი. ცოტა რთული კითხვა. გულისხმობ, რა თქმა უნდა, განათლების სისტემას. კი ბატონო. პირველი იმას გავუსვამ ხას, რომ შეიძლება ითქვას საკმაოდ გაკვირვებული ვიყავი იმ ფაქტით, რომ არ ჩამორჩება საქართველოს განათლების სისტემა არაერთ ევროპულ განათლების სისტემას. თუნდაც ის რა დონის მასალებს გვასწავლიან, როგორი ლექტორები არიან, რა ტიპის სწავლების მეთოდები არსებობს, მაგრამ ერთი რასაც გავუსვამდი ხას, ეს არის სისტემა თუ როგორ არის ჩამოყალიბებული თუნდაც კომუნიკაცია ლექტორებსა და სტუდენტებს შორის. ლექტორები ძალიან უშუალოები არიან, ნებისმიერ შემთხვევაში გეხმარებიან, არის გამოყოფილი მაგალითად ესე ვთქვათ სალექტორო ან საკონსულტაციო საათები, რაც მე პირადად ჩემს უნივერსიტეტში არ შემხვედრია. და ეს იყო რაღაც განსხვავებული, რაც პირველად დავინახე. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ამით არ ვიძახი, ან არ გულისხმობ იმას, რომ საქართველოს განათლების სისტემა რაიმე მხრივ ჩამორჩება ევროპულ განათლების სისტემას. პირიქით, როცა მან აღმოჩნდი ჩემს თანატოლებსა და ჩემს კურსელებს შორის საკმაოდ მკაფიო იყო ის დონე, რაც მიმქონდა მე ჩემი უნივერსიტეტიდან და ამას აღნიშნავდნენ არა მარტო ლექტორები, არამედ სტუდენტებიც. დაბრუნების შემდეგ რამდენად შეძელი, რომ შენ საქმიანობაში გამოგეყენებინა ის პრაქტიკა, რაც მიიღე იქ სწავლისას? ძალიან ტექნიკურად რო არ ჩავუღრმავდე, რადგან საინფორმაციო ტექნოლოგიებზე ვსაუბრობ, შეიძლება მომიწევს ბევრი ტექნოლოგიური ტერმინის გამოყენება, ამიტომ ვეცდები, რომ ზედაპირულად გიპასუხოთ ამ კითხვაზე. ესპანეთში სწავლის პერიოდში საგნები, რომელიც გავიარე, პირდაპირ პროპორციულად ესადაგებოდა იმ სფეროს საინფორმაციო ტექნოლოგიების იმ კონკრეტულ მიმართულებას, სადაც მე დღეს ვმუშაობ. ეს არის მონაცემთა ინჟინერია, ინგლისურად data engineering. და
ეს ის პერიოდი იყო, ჩემი დაბრუნების პერიოდი, როცა მქონდა კარიერის დასაწყისი, არ მქონდა ძალიან დიდი გამოცდილება და სწავლასთან ერთად უნდა მესწავლა კონკრეტული მიმართულება. და ესპანეთში ნასწავლის საგნები სწორედ ამ ხრივ გამომადგა, ესე ვთქვათ, იყო საწყისი საძირკველი, რითაც შევძელი რომ კარიერა დამეწყო. უშუალოდ რომ შევეხოთ შენს პროფესიას, აი რა არის ყველაზე დიდი სირთულე, რაც ყველაზე მეტად რთულად გადასალახია როგორც სტუდენტისთვის და შემდეგ უკვე ამ სფეროში დასაქმებული ადამიანისთვის? მოდი პირველად იმით დავიწყებ, რომ დღეს არის ესეთი ტენდენცია გავრცელებული, ბოლო წლებში დავაკვირდი, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი ირჩევს საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მათ ესე ვთქვათ, სასწავლო მიმართულებად თუ მომავალ პროფესიად. და აქვს ესეთი დაბეჭდილება, რომ დღეს ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა და ძალიან მარტივი დასაქმების შესაძლებლობებია. იმაში დავეთანხმები ხალხს, რომ რა თქმა უნდა, ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა და რაც უფრო დრო გადის ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ეს ესე ვთქვათ, პოზიციები იზრდება. თუმცა არ დავეთანხმები იმაში, რომ ძალიან მარტივად შეიძლება დასაქმება. ამაში გულისხმობ იმას, რომ მხოლოდ უნივერსიტეტის ცოდნით შესაძლოა ვერ შეძლოთ რომელიმე კომპანიისთვის თავის მოწონება თუ იმის ჩვენება, რა შეგიძლიათ თქვენ კომპანიას შესთავაზოთ. ამიტომ ვიტყოდი, რომ ყველაზე რთული ამ მომენტისათვის ეს არის პირველი გამოცდილების მიღება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გქონდეს კარგი თეორიული ცოდნა, საკმაოდ რთულია უშუალოდ რომელიმე კომპანიაში მუშაობა დაიწყო, რადგან ხშირ შემთხვევაში ითხოვენ გამოცდილებას და არის ძალიან ცოტა ისეთი კომპანია, რომელიც ესე ვთქვათ, გინდობა და გადაწყვეტს, რომ ისეთი ადამიანი დაგასაქმოს და ისეთ ადამიანს გასწავლოს, რომელსაც არ აქვს უშუალო გამოცდილება. ამასთან ცოტა ტექნოლოგიებს გადავუხვევ, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიების სფეროში აუცილებელია ტექნოლოგიების ცოდნა. თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც მე დავაკვირდი და რასაც დღეს კომპანიების უმეტესობა და დამსაქმებლების უმეტესობა აფასებს, ეს არის კომუნიკაცია. კომუნიკაცია ვთვლი, რომ არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ინდივიდს და ამით კომპანიას მოაწონოს თავი. რადგან ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ისწავლოს რაიმე კონკრეტული ტექნოლოგია, რა თქმა უნდა, კომუნიკაციასაც ისწავლი, თუმცა როცა მუშაობ ისეთ ადამიანებთან, რომელსაც არ ესმით ტექნოლოგიები, ხშირად ხონია შემთხვევა, რომ მე როგორც მონაცემთა ინჟინერი ვემუშავები კლიენტებს, რომელსაც არ ესმით რას ვაკეთებ, უბრალოდ იციან რა უნდათ, რომ საბოლოო შედეგი მიიღონ. და ამ შემთხვევაში შემოდის აი ეს ფაქტორი, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც არის კომუნიკაცია. თუ სწორი კომუნიკაცია იცი, თუ იცი როგორ უნდა ესაუბრო კლიენტებს, თუ იცი როგორ უნდა ესაუბრო კომპანიას, ესაუბრო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი შენი განვითარების და მომავალი პერსონის ესე ვთქვათ ჩამოყალიბების. ის უნარები, რაზეც ახლა საუბრობდი, ვფიქრობ, რომ ამ უნარებს ესე ვთქვათ უნივერსიტეტი ვერ მისცემს ვერცერთ სტუდენტს და ეს შენც აღნიშნე. ვთქვით ისიც, რომ ძალიან ბევრი სტუდენტი ირჩევს დღეს ამ პროფესიას და ალბათ საქართველოში ასეულობით სტუდენტი სწავლობს ამ ფაკულტეტზე. და ალბათ უმეტესობა ვერ პოულობს უშუალოდ თავის პროფილით სამსახურს. აი მე მინდა როგორც ამ საქმეში უკვე გამოცდილმა ახალგაზრდამ გაუზიარო გამოცდილება მათ და რა არის ის პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გააკეთოს სტუდენტმა, ან თუნდაც კურსდამთავრებულმა საინფორმაციო ტექნოლოგიების, რომ თუნდაც რომელიმე მცირე კომპანიაში დაიწყოს უშუალოდ თავის პროფესიით მუშაობა. კი ბატონო, მოდი მე მინდა რომ ჯერ აი კომუნიკაციის მხარეს გავუსვა ხაზი, თქვენ ახსენეთ, რომ მაგალითად უნივერსიტეტში კომუნიკაცია შეიძლება ნაკლებად ისწავლო. მე მინდა რომ ორი რამე გამოვიყო, ეს არის ფორმალური და არაფორმალური განათლება. ანუ დღეს შეიძლება სკოლებიც და უნივერსიტეტებიც ფორმალური განათლების ჭრილში გავიყვანოთ, რა თქმა უნდა. და იმას დაგეთანხმებით, რომ ნაკლებად არის
დღეს ორიენტირი გაკეთებული იმაზე, რომ სტუდენტებმა მიიღონ არაფორმალური განათლება ან თუნდაც მოსწავლეებმა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში სასწავლო დაწესებულებების გარეთ იყვნენ აქტიურები, ესე ვთქვათ, სხვადასხვა პროექტებში, სხვადასხვა ვორქშოპებში, სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა იმისათვის, რომ განივითარონ ის უნარები, რომელსაც დღეს ეძახიან soft skills. და სწორედ ჩემს შემთხვევაში მინდა ჯვარის სათემო განათლების ცენტრს გაუსვა ხაზი, იმიტომ რომ ადრეული ასაკიდანვე შეიძლება ზუსტად ვერ გითხრათ, მაგრამ დაახლოებით მე-4 თუ მე-5 კლასიდანვე ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული ჯვარის სათემო განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა პროექტებში და ვფიქრობ, რომ ის უნარები, რაც მე დღეს გამაჩნია, ის კრიტიკული აზროვნების უნარი, ის კომუნიკაციის უნარი სწორედ ამ პროექტებით და ამ აქტივობებით მივიღე. ახლა შეეხება იმ ტექნიკური უნარების განვითარებას, რომელსაც ვიტყოდი, რომ აუცილებელია, რომ პირველად შეძლოთ დასაქმება. პირველ რიგში სწავლის, ანუ ფორმალური სწავლების გარდა, რომელსაც რა თქმა უნდა უნივერსიტეტში მიიღებთ, ჩემს ვეტყოდი, რომ აუცილებელია მათ პირად პროექტებზე იმუშაონ. გააკეთონ სხვადასხვა პროექტები. დღეს ხელოვნური ინტელექტთან კომუნიკაციით, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიძლება სხვადასხვა პროექტები დაწერონ ან შექმნან. ბოლო ნაბიჯი კი, რასაც ვთვლი, რომ ძალიან დაეხმარება სტუდენტებს პირველი კარიერის შექმნაში, ვფიქრობ არის სტაჟირებები. დღესდღეობით ჩემი მარკეტზე დაკვირვებით, ესე ვთქვათ, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი კომპანია აძლევს სტუდენტებს შესაძლებლობას, რომ მათთან გაიარონ სტაჟირება. ესეც რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ საბაზისო თეორიული ცოდნა გაქვთ. და თუ თქვენ უნივერსიტეტში მიიღებთ იმ ცოდნას, რაც საჭიროა, შემდეგ აუცილებლად უნდა ეცადოთ, რომ ყველანაირი შესაძლებლობა გამოიყენოთ და ეცადოთ სხვადასხვა ტიპის სტაჟირებები გაიაროთ, რადგან ამ სტაჟირებებზე მიიღებთ იმ გამოცდილებას, რომელიც შემდეგში დაგეხმარებათ, რომ კარიერა შესაბამისად განავითაროთ. რა არის მაინც ის ძირითადი კრიტერიუმი, რასაც გთხოვენ, ასე ვთქვათ, კომპანიებში თქვენი პროფილის ადამიანებს? ესეც რთული კითხვაა, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ სხვადასხვა კომპანიები სხვადასხვა რამეს ეძებენ ინდივიდში, თანამშრომელში, თუმცა ამასაც ორ კატეგორიად დავყოფდი. პირველი, რა თქმა უნდა, ტექნიკური მიმართულება, იმის გათვალისწინებით, თუ რა ტექნიკურ პოზიციაზეა საუბარი, კომპანიების უმეტესობა, რა თქმა უნდა, იყოს საფუძვლიან გამოცდილებას იმ ტექნოლოგიებში თუ იმ უნარებში, რომელიც უნდა კონდეს ინჟინერს. აქ ტექნიკურად არ ჩამოღრმავდები, რადგან კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ძალიან ბევრი ტექნიკური სიტყვის გამოყენება მოგიწევს. კი ბატონო. და მეორე, რასაც კომპანიები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, ეს არის soft skill-ები, როგორც აღნიშნე, ადამიანური უნარები. პირველ რიგში კომუნიკაცია და ამას ყოველ ჯერზე გავიმეორებ, როდესაც შესაძლოა მექნება. კომუნიკაცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რასაც კომპანიები აქცევენ ყურადღებას. გუნდთან მუშაობის უნარიც არის კიდევ ერთი ტრივიალური უნარი, რომელიც უნდა გააჩნდეს ინდივიდს, რომ კომპანიას ან დამსაქმებელს თავი მოაწონოს. და ბოლოს ვიტყოდი ალბათ ცნობის მოყვარეობა. იმისათვის, რომ დღევანდელ ტექნოლოგიებს, ასე ვთქვათ, ფეხი აუღვა, ტექნოლოგიებს, რომელიც ყოველდღიურად ძალიან ვითარდება, ყოველდღიურად რაღაც ახალი ჩნდება ჩვენ სფეროში. აი მაგალითად ვახსენე ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ყოველდღიურად სხვადასხვა პროდუქტს თავაზობს ადამიანს. ამ მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კომპანიები ძალიან ბევრ სხვადასხვა შესაძლებლობას ქმნიან და სხვადასხვა პროდუქტს თავაზობენ
ადამიანებს და ამ სწრაფად მზარდ გარემოში თუ ადამიანი არ არის ცნობის მოყვარე, არ აქვს სურვილი რომ სიახლეები შეისწავლოს, მაშინ ვფიქრობ რომ შეიძლება პრობლემა შეექმნას განვითარებაში. შესაბამისად, ამ სამ კონკრეტულ უნარს გავუსვამდი ამ ეტაპზე ხას. დაახლოებით რამდენი ხანია მუშაობა ამ კომპანიაში და ვთქვით რომ ხარ მონაცემთა ინჟინერი. რა არის ის რისი კეთებაც გიწევს? კარგი კითხვა. თავშივე ვთანხმდებით რომ ტექნიკურ ტერმინებს არ გაიმეორებ. კი ბატონო, ტექნიკურ ტერმინებს ვეცდები, საკმაოდ რთულია სხვათა შორის ტექნიკური ტერმინების გარეშე იმის ჩამოყალიბება თუ რას ვაკეთებ მე. თუმცა მოდი ჯერ იმით დავიწყებ, მკითხეთ რამდენი ხანია ვმუშაობ. ამ სფეროში, როგორც მონაცემთა ინჟინერი უკვე ვმუშაობ 3 წელია. კონკრეტულად IPAM სისტემში, რომელიც არის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია, მუშაობ დაახლოებით 1 წელია. მე როგორც data engineers ყოველდღიურად მიწევს ჩვენს კლიენტებს დავუმუშავო ის მონაცემები, რომელთა ანალიზის საფუძველზეც ისინი შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებებს თუ როგორ წარმართონ კომპანიის შიდა პროცესები, ან მათი მარკეტინგული პროცესები, ან რა გადაწყვეტილება მიიღონ. ეხმარებიან მონაცემთა ინჟინერები კომპანიას მიიღონ ის გადაწყვეტილებები თუ რაში უნდა დახარჯონ მათ ადამიანური რესურსები, რაში უნდა დახარჯონ ფინანსური რესურსები, რომ მიაღწიონ იმ შედეგს, რასაც ეძებენ. რამდენად ხშირია მამართვიანობა? კომპანიები რამდენად ხშირად მოგმართავენ, რომ მიიღონ ეს თქვენი, ესე ვთქვათ, რეკომენდაციები და გაიზიარონ თქვენი გამოცდილებები? როგორც უკვე აღნიშნე, ტექნოლოგიების სფეროს მიმართულებით პოზიციები დღესდღეობით საკმაოდ მოთხოვნადია და ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება. ეს არ ეხება მარტო მონაცემთა ინჟინერიას. ტექნოლოგიების სფეროში ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულება, როგორც სხვა სფეროებში. მაგალითისთვის არსებობს მონაცემთა ინჟინერი, back-end ინჟინერი, front-end ინჟინერი, მონაცემთა მეცნიერი. ეს ყველა არის სხვადასხვა მიმართულება, რომელსაც დღეს ძალიან აქტიურად ეძებენ კომპანიები. ჩემს შემთხვევაშიც ხშირად მაქვს კომუნიკაცია სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან, რომელიც მიკავშირდებიან სხვადასხვა შემოთავაზებებით, რომლებიც ეძებენ კონკრეტულად მონაცემთა ინჟინერებს. ამიტომ საბოლოოდ ვიტყოდი, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები და პოზიციები საინფორმაციო ტექნოლოგიებში დღესდღეობით ბუმშია, ესე ვთქვათ. დათუნა, რას ურჩევდი იმ აბიტურიენტებს, რომელსაც უნდათ საინფორმაციო ტექნოლოგიებზე ჩაბარება, მაგრამ მაინც ორჭოფობენ და ეჭვებათ და ურჩიათ გადაწყვეტილების მიღება? კი ბატონო, პირველ რიგში ალბათ იმით დავიწყებდი, რომ არ მიიღონ გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სფერო ამ ეტაპზე პოპულარულია. მაგალითისთვის, როგორც თავიდან გიხსენეთ, თავიდან ძალიან მინდოდა, რომ სამედიცინოზე ჩამებარებინა. ეს იყო იმის გავლენა, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლობა, ესე ვთქვათ, იყო პოპულარული, რა თქმა უნდა, არ ვაკნინებ ძალიან დიდ პატივს ამ სფეროს წარმომადგენლებს. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ პირველ რიგში გაიაზრონ და მიიღონ ის გადაწყვეტილება, თუ რისი სწავლა უნდათ მართლა ან რა მოსწონთ. ანუ არ მიიღონ უბრალოდ გადაწყვეტილება სფეროს პოპულარობის გამო. რაც შეეხება საინფორმაციო ტექნოლოგიებს და ზოგადად კომპიუტერულ მეცნიერებას, ორი ტერმინი შეიძლება ერთად გამოვიყენოთ. ძალიან ბევრჯერ შეხვდებით და მეც დავაზუსტებ, რომ ეს არის მომავლის პროფესია, ამიტომ თუ ორჭოფობთ იმ ფაქტზე, რომ შეიძლება ეს პროფესია მომავალში გაქრეს, ჯერჯერობით ამის არანაირი შანსი არ არსებობს. პირიქით ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ჩვენი პროფესიაც ვითარდება. დღესდღეობით ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ხელოვნური ინტელექტი და ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად ჩვენი სფეროც შესაბამისად ვითარდება. და მინდა გითხრათ, რომ არის ძალიან საინტერესო მიმართულება. ყოველდღიურად შეხვდებით გამოწვევებს, რომელთან მუშაობა და რომელთა გადაჭრაც
ძალიან დიდ სიამოვნებას მოგაყენებთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო და ბევრი წარმატება გისურვო შენს პროფესიულ გზაზე. ჩვენს მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ეს იყო ჯვარის ხმა, თქვენთვის მარიამ შეროზია მუშაობდი და ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ დათნა ჭანტურია, რომელიც არის ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი, რაც უნდა გახლავთ ჯვარიდან. დათნა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და მაყურებელს კი მომავალ შეხვედრამდე დავამშვიდობები. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის.